ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფებით ამჟამად და როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება, საით მიდის, რა მიმართულებით მიდის. ბალანსისთვის არ დაგაწყეთ ვიდეოს და ლაიქება. პირად კონსულტაციების შესაწერად Facebook მაყურებელს შეგიძლიათ რომ Facebook გვერდზე მომწეროთ, YouTube და TikTok მაყურებელმა Instagram გვერდზე. დავიწყოთ ეხანდელი თქვენი ენერგიებით, რა ენერგიებში ხართ ეხლა ამჟამად, რა ეტაპს გადიხართ ცხოვრების. საინტერესოა ძალიან. ამჟამინდელ ენერგიებში სიტუაცია ესეთია, რომ რაღაცის განულება ხდება და რაღაცის ახლიდან დაწყება. აქ ერთი დიდი ფაზა, ერთი დიდი ეტაპი თქვენი ცხოვრების სრულდება და შეიძლება ჯერ ავერც აღიქვათ ბოლომდე რომ დასრულებულია და რაღაცა ახალ გზაზე დგებით, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მაინც წარსულისკენ იყურებით, ჯერ და ძველ სიტუაციებს უყურებთ და თითქოს მომავლისკენ კი ხედავთ რაღაცა ვარიანტები, რაღაცა იმედის მომცემი სიტუაციები ჩანს, მაგრამ მაინც ძველი გიზიდავთ და ძველისკენ გეკაჩებათ გონება ან გული ან ემოციები. თუმცა ვიტყოდი რომ მაინც ახალი ფართო შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. აქ ცოტა გულნატკენობაში გხედავთ ასევე რაღაც გულის ტკენაში შეიძლება მოხდა ისეთი სიმართლის გამჟღავნება, რეალობის გამჟღავნება თქვენ ცხოვრებაში, რამაც გული დაგწყვიტათ, გაატკინათ ან უბრალოდ რაღაცა ფაქტ შეეჯახეთ, არასასურველს, არასასიამოვნოს და იმედგაცრუებულებივითაც ჩანხართ და შეიძლება მაგიტომაც არის რომ ჯერ კიდევ არ მოგიშუშებიათ ეს სიარები და ჯერ კიდევ აი იმ სიტუაციაში ხართ, როცა ის წარსული გაქვთ გასაშვები და ის წარსული გაქვთ დასასრულებელი, მაგრამ გახსოვდეთ, აი აქ ზუსტად ესეა, როცა ერთი კარი იხურება, აუცილებლად იქვე, სადღაც მეორე კარი იხსნება, შეიძლება გაცილებით უფრო უკეთესიც კი იყოს. ვნახავ რა იქნება ახლა მომავალში, რა ენერგიებში ამოხვალთ და რა საით მიდის თქვენი ცხოვრება და საით წაიყვანთ თქვენს ცხოვრებას. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რაღაცა ერთი დიდი ციკლის და ეტაპის დასრულებაში ხართ და განულებულ ენერგიებში ამოდიხართ რაღაც თვალსაზრისით. თითქოს რაღაც კარმული პერიოდს რო დაასრულებთ და რაღაც ფინიში რო ან შეიძლება იყოს კიდევ ვარიანტი, რომ დიდი ხანი ერთ და იგივე სიტუაციაში ხართ, ჩაკეტილ წრეზე დადიხართ და გამოსავალს ვერ ხედავთ და წარსულში ეძებთ გამოსავალს და პასუხს წარსულში ეძებდეთ და პასუხი წარსულში კი არ იყოს, საერთოდ სხვაგან იყოს პასუხები. თუ გინდათ ვნახოთ პასუხები სად არის თქვენ ცხოვრებაში, რა სფეროშია, სად უნდა ეძებოთ თქვენი თავი, სად უნდა იპოვოთ თქვენი თავი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე. ნახოთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. ყურადღება მისაქცევია. პარტნიორული ურთიერთობები ამოდის აქ ისევ და ისევ პრობლემურ სიტუაციად, შეიძლება იმყოფებით ურთიერთობაში, შეიძლება დაოჯახებულიც ხართ, არ აქვს მნიშვნელობა, აქ შეიძლება არც ხართ ურთიერთობაში და საერთოდ იძახით, რომ არ მინდა ურთიერთობა და ყველამ თავი დამანებეთ, შეიძლება ესეთი პოზიციაც გაქვთ, მაგრამ რაღაცა მომენტში ეს სიტუაცია ყოველ შემთხვევაში თქვენ გაყურადღებას აჭირებს, იმიტომ რომ შეიძლება აქ ენერგიას გერთმევათ, ან დაულაგებელი სიტუაცია გაქვთ და შეიძლება კი კეტავთ, ბლოკავთ მაქსიმალურად, თვალს ხუჭავთ, არ გინდათ რაღაცის დანახვა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ამას აკეთებთ და დროა რაღაცეები დაინახოთ, დროა რაღაცეებს სიმართლეს შეხედოთ და ურთიერთობებში უნდა გამოიღვიძოთ, გამოფხიზდეთ და იქ სადაც აი შებოჭლები ხართ და დაბლოკილი ხართ და ხელფეხშეპლები ხართ, უნდა აიხსნათ ეს ბლოკები როგორმე მოახერხეთ, ისევ და ისევ თქვენს თავში იპოვეთ ძალა და ენერგია, რომ ყურადღება მისაქცევია ასევე ის მდგომარეობა, რომ შეიძლება სიტუაციურად გრძნობთ თავს ხელფეხშეკრულ, შებოჭილ, გაჩერებულ მდგომარეობაში და იძახით, რომ მე რა გავაკეთო, მე არაფერი არ შემიძლია, მე ვერაფერს ვერ ვცვლი, ყველაფერი ჩემს კონტროლს იქით არის. ან რაღაც მომენტში პასიურ როლში დგახართ სიტუაციაში და ეს უნდა შეცვალოთ, ეს საჭიროებს თქვენს ყურადღებას, რომ სხვერპლზე ნუღაწახვალთ. დიდი ხანია შეიძლება რაღაცას ითმეთ, რაღაცას თმობთ და დათმობით სიტუაცია არ გვარდება, გაჩუმებით და პირში წყლის ჩაგუბებით შეიძლება გამწვავდეს კიდეც რაღაცა პრობლემები, უფრო მეტად დაგწეთ გული და უფრო რაც შეიძლება რომ ეხლა სიტყვით და ლაპარაკით მოგვარდეს, მერე უფრო გართულდეს და ვერ მოგვარდეს. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ სად არის ის სფერო, სადაც ჩუნდებით, სადაც ძალიან დიდი ხანია რაღაცებს ითმეთ, თვალს ხუჭავთ, კითხვებს არ სვავთ, დასვით შეკითხვები. ნახოთ ახლა რა იქნება. საით განავითარებთ თქვენ ცხოვრებას, რა მიმართულებით წაიყვანთ. რა ენერგიებით წახვალთ. აი ახლა ესეთი სიტუაცია.
ერთი პერიოდი ხედავ, რომ იქნებით აი საკმაოდ გაჭედილები რაღაცა მომენტში ფიქრში, ცოტა დეპრესიაში, ბევრი ემოციური ენერგიები ამოგდით, გულის წყვეტები, რაღაცა მომენტი გაქვთ ესეთი პერიოდი გექნებათ ესეთი, რომ აი ეს წარსულის იარები ჯერ კიდევ არ იქნება კიდე მოშვებული რაღაცა ეტაპზე, იმიტომ რომ მოყვებათ კიდე ეს ენერგიები. მერე და მერე ნელ-ნელა აქ ხედავ, რომ რაღაცა შეიძლება დეკორაციები თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება თავადშეცვალეთ, შეიძლება გარე ფაქტორებმაც იმოქმედოს და რაღაცები შეიძლება, რაღაცები გადაადგილდება, გადაეწყობა სხვანაირად და უფრო აი გამოხვალთ აი ამ სტრესული, დეპრესიული, მოწყენილი მდგომარეობიდან დაინახავთ ახალ უკეთეს შესაძლებლობებს და პერსპექტივას და თითქოს განსდამრჩება, რომ ზოგიერთი თქვენგანი ხა ყველაზე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს მაინც საჯარო გაშლა და აქ ხედავ, რომ ზოგს გაუჭირდება, მაგრამ რაღაც ეტაპზე დაიწყებთ თქვენ ცხოვრების წერას, ანუ გახდებით თქვენ ცხოვრების მწერალი, თქვენ ცხოვრების შემოქმედი, აი ეს ბუმბული, რომელიც არის და წერს მე ესე აღვიქვა, რომ ამ მომავალში შეძლებთ რაღაცა ახალი ფურცლიდან ახალი ცხოვრების დაწყებას. შეიძლება აქ საერთოდ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, ახალი ემოციები, ახალი ენერგიები შემოვიდეს, იმიტომ რომ რაღაცები გადაეწყობა და ამ გადაწყობას მერე მოყვება ის, რომ თქვენ გადაშლით თქვენ ცხოვრების ახალ ფურცელს. სადაც უფრო მეტად სტაბილურები იქნებით, შეიძლება მოგიწიოთ რაღაცების სწავლა, მაგალითად კურსების გავლა შეიძლება, ან რაღაცის შემეცნება, გაცნობიერება, მეტ სიმშვიდეს, მეტ სტაბილურობას, მეტ ემოციურ აი უსაფრთხოებას იგრძნობთ მომავალში უფრო მეტად. ამ გულის ტკენებიდან და აი ამ დარდებიდან ნელ-ნელა გამოდიხართ. უცებ და ერთიანად ვერა, რომ გითხრათ ერთ დღეს გაიღვიძებთ და მეორე დღეს დაიძინებთ და გაიღვიძებთ და ყველაფერი და შეიცვალა არა, მაგრამ ფონი უკვე დალაგდება ნელ-ნელა. თქვენი მონდომებაც თავარი და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავად უნდა აიღოთ მართვის სადავები წერანაც გითხარით, აი ეს მდგომარეობა, რომ ხელფეხშეკრულები ხართ და იძახით, რომ მე არაფერი შემიძლია, თქვენ ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ, ძალიან ბევრი რესურსი და შესაძლებლობა გაქვთ და დაინახეთ საკუთარ თავში ეს შესაძლებლობა. ყოველი პრობლემა და გამოწვევა არის ზრდის შესაძლებლობა. არა ჩავარდნის, არამედ ზრდის, რომ იმას თუ გადალახა, უფრო მეტად გაიზრდებით. ასე შეხედეთ გამოწვევებს. ბედნიერ წარმატებულ კვირას თუ ეს გაზაფხულ ცხოვრებას გისურვებთ.